ნიკა. როგორ ახარ? ხო. კარგია მთელი დღით რომ გცალია. შენი მანქანით წავიდეთ კახეთში? კაი. იცი რა გამახსენდა? გუზანას არაყი დავლიეთ კი არა. კახეთში რო ვიყავით ექსკურსიაზე მე-10 კლასში. რა ავტობუსში გეგონოს რომ მეძინა. კაი. დღესაც ვითომ მოსწავლეები ვართ. აი ჩემს კიბეებით ასვლა კაცო რა. მე დაგირეკავ ნიკა და ჩამოვალ ბაშკა. პერფექტ ლაშა, პერფექტ. ძალიან რა პერფექტ ლამაცდა ხარ. ხორბაში ხარ თქვენ? ხო. მოვედით. მოდი. გამარჯობა. გამარჯობა. ირაკლი. ხო. სად დავწყდეთ? ახლა ცოტა გართულდა სიტუაცია. ქეთევან, თქვენ დავზანდით იქ. ლაშა, თქვენ დავზანდით მანდ. თამარჩიკ. ვა! თამარჩიკ. რა სკოლის მოსწავლესავით გამოიყურე? რა? არაფერი, სკოლის მოსწავლესავით გამოიყურები მე. რა სკოლის მოსწავლესავით? ჰა? რაღაცა იცი? რა ვიცი, თამარ? რა იყო? არაფერი სკოლის მოსწავლესავით. გუზანას ურეკავ და არიღებს. სად არის ხომ მშვიდობა ნეტა? მინდა რომ გავახარო, მინდა რომ ვუთხარო ის კურტკა რომ ჩამოუტანე, ხო იცი, ვიცი რომ ძალიან გაუხარდება, ესე კაკლის ძირში რომ უყარს ხოლმე წამოწოლა, ხო და ესე დალევა ამ კურტუქსა ესე მოისხამს და თბილად ესე თავისთვის მიეძინება. ისე კი არ არის ღირსი, როგორ მატყუებდა ამ ხელა კაცი, მე რა პატარა ბავშვი ვიყავი, რომ დავრეკავდი უზა დამალაპარაკე მეთქი, ხან მეუნებოდა კაკლის ხეზია ასული და ვერ ჩამოვა, ვერ დაგელაპარაკებაო, მე მეორე დღეს დავრეკავდი უზაბიძი დამალაპარაკე და არა ქეთევან ვერ დაგელაპარაკება ჭის გასაწმენდად არის ჩასულიო არ არის ღირსი მაგრამ რა ვქნა რატო არ პასუხობს ნეტა ხო ირაკლი მომისმინე ეხლა გუზანას უნდა წაუღო ის ბოცა რა 20-იანი რომ ვაგზავნინებდი ხოლმე ხო არა კი რომ მომიდან ხო აქ არის აივანზეა ხო ვიცი იყო მაგიტო მოვედი რა მიდი მე აიღე აივანზეა მიდი აიმე ხო გუზანა ბიძია ხო ვაიმე თამა რა იყო რა იყო თამრი დაშიკო რომ აივანზე გავიდა მაშინ მიპასუხა გუზანამ ეს ხომ ცოცხალია ლაშა მოდი ჩემთან დადექი მოდი ჩემთან დადექი მოდი აიქ იყავი მოდი ერთი წუთი აქ იყავი ხო გუზანა ბიძია ხო, რაშვები როგორ ხარ, ხო? დღეს მოვდივართ მე და ლაშიკო, ხო? შენთვის მომაქვს არაჩვეულებრივი ქურთუკი, ხო? ძალიან მოგეწონება. ხო, ქუდი ეხსნება, კი? რო გადმოვაბრუნებ დუტია. გაგიხარდება, ხო? მოკლედ მოვდივართ დღეს მე და ლაშიკო, მე და ლაშას გვინდა დღეს იუზას მოიცადე, მოიცადე რა სანადირო წავიდა. რადილი თოფი გამოგართვა, კარგი რა, რას მატყუებ ამ ხელაკაცია, გუზანა ბიძია მისმინე. ვიცი რომ მიუსა გარდაიცვალა. ვიზიარებ. ხო, გუზანა. ხო, კი. მითხრენ უკვე, ხო, მითხრენ. კი. კარგი ხო, კარგი. აიმე დედა. შეიძლება ახლა გავიდე და ეს გუზანას ბოცა ავიღო? კი ბატონო, მიდი. თამარჩი. ისე გუზანას არაკლი რა მაგარია რა, ისეთი გრადუსიანი, ჰა? რა იყო ირაკლი? რა იყო გუზანას არაკლი, კარგი. რაღაცა იცი და არ ამბობდა, ვინ რა გითხრა, ეხლა მითხარ. ვინ რა მითხრა, თამარჩი? გასინჯული მაგ, დალეული მაგ, გუზანას არაკლი და რას მიმალა და რას არ მეუბნები, რა იცი? გრადუსიანია. კარგი არაკლია. რა იყო რა, კარგი არაყია, გუზანას არაყი თქო და კარგი. ვაიმე, თამარ გავგიჟდები. კაი, ჩუმად მე დაგელაპარაკები. ღვინო კახურო, ვარ შენი მსმელი, გინ თეთრი იყო, გინდაც თამარის.
იზე თამარ ეხლა რა, აი, რა მაგარი იდეა მოგივიდა ეხლა თავში აზრად რა. ეხლა ეს რო გინდა ვენახების ყიდვა რო გინდა, მე შეღვინოს რო ჩამოასხავეს, მადლიერი ხალხი დაგიძახებს, თამარ რქაწითელი. როგორი იყო ირაკლი, ა? გამარჯობა. არ გამარჯობა. არ ჩაჯდა ხო აქ? ის ხალი როგორ ზუსტად სვავს ხოლმე. მე როგორ კაცო ძიჭერი კაცი პროფესორი კაცი. დღეს მე და ლაშიკოს რომ საპედიაში მიყვავს მანქანა. შერითი წახვალ კახეთში, ა? მე ტაქსით წავა. გამოიძახე? გამოიძახე. გამოვიძახე. ბარში უნდა ჩავიდე რაღაც საქმე მაქვს და მე წავალ. აჰა, სად არის მანქანა? აი, დავაყენე. ხო, მოიცა გადავხედო. თამარჩიკა. ისე ბარში როგორ მიდის გამოძიების საქმე, ჰა? ისე ამბობენ იმ გამომძიებელზე მაგარი ბიჭიაო, პროფესიონალია თავის საქმისა, ჰა? რა იყო ირაკლი? რა იყო? რაღაცა იცი და მიმაყ. რა იყო მიხარი? რა იყო? თამარ, აი ეს რა იყო? უკვე ნერვებს მაგლიჯავს ეს რა იყო? აღარ შემიძლია დავასწრო ნერვები, რა იყო? რა იყო? არაფერი რა იყო? კარგი ბიჭია, პროფესიონალიაო, გავიგე, კაცო, მე ხო, არა, რაღაცა იცი აშკარ და რაღაც მიმაყ. არ გიმალავ, გეხოცები რა იყო? რა იყო? აღარ მითხარ, გავგიჟდი უკვე. არაფერი, გავგიჟდი. რა უნდა იყოს? რა იყო? დაიკეტავი, რა იყო? აღარ შემიძლია ეს მაგნერვები. ლაშა ხომ სათხარ, ბოცა ხომ მოვაქვს. კი, ბოცა მოვაქვს. წავედით, ხო? წავედით, ხო, ყველა კარგად, ირაკლი, კარგად, ბაი. ნიჭიერი კაცი ვარ, ეს როგორ ვერ უნდა ჩავსვა, კაცო. აი მივედი და უშვა სამსახურში. ქაბატონონა, ყავას გამიკეთებთ? რა თქმა უნდა, ირაკლი, გამარჯობა. აქ არ ჯდება ყავაზე, შესაბამისად ჩაიზეც არ დაჯდება. ოპერაციამ როგორ ჩაიარა ელგუჯა? კარგად, ბატონო ირაკლი, გამარჯობა. ნიჭიერი კი არა, დაბერდი და გამოშტერდი ირაკლი. ავედი ერთ შეიჭირე. ირაკლი. რა? ესეც ახლა რეკას გამითიშა. მე ტელეფონი დარჩა. ჩავიკეტე. რა გავაკეთო? აჰა. ესეც ასე. ეს არ გატყდება ლაშა? არა კეთებან, არა. ამას ეხლა გუზანას ქურთუქს მოვახვევ. არც გატყდება, არც შესცივდება. გვემსახურება კიდეც. ისე კეთებან ამბოცამ ჩვენ პატივი გვცა. ქურთუქი კი არა, კარგი რეზინის ჩექმებით ალალია ამას. მართალი ხარ ლაშიკო. ახლა სიას ჩავხედოთ, რამე ხომ არ დაგვრჩა. სია დაგვრჩა კეთებან. აი ასეც ვიცოდი რა, კიდევ კარგი ჩავიწერე აიპადში. გამომართვი ეს, გამომართვი. მოკლედ რა, არ ვიცი რა. აჰა. ესე იგი. ჭადის მქვილი ჩეკ. ღერღილი ჩეკ. გოჭი ჩეკ. ესაც იქიდან უნდა წამოვიღოთ. ბოცა მიგვაქვს ჩეკ. ქურთუკი ჩეკ. გუზანას შვილიშვილის ტანსაცმელი საჩუქრები ჩეკ. აჰა, გასაგებია. კეთება, ეს რაღა. ლაშიკო, ეს რომ ჩამოვალ სასაფლაოდან, ფეხსაცმლიდან ტალახი რომ ჩამოიწმინდო. მაშინ ჩეკ. ხო, მიდი, ხა დახურე გვეჩქარება, მიდი. კარგი. მიდი. გამოდი, ხილად. ნელა, ხილად, მიდი და წავედით. წავედით, მიდი. საით მიდი ხარ? მეუჯდები კეთება საჭესთან. მოიცა შეხო მათის მოწყობა წაგართვეს და მე მაქვს. მოიცა.
შენ ვერ დაждები საჭესთან. რატო? რატო და სატვირთოს კატეგორია არა გაქვს. ეს სატვირთოა ფაქტი. რევს ბოლდია ალობ შენ. რა, მართლა გეუბნები. მე შენ ვერ დაждები და იცი რატო? შენ ხო მარტოს მოწმობა ამერიკაში აი. ხო, მე რა? ხო, მე ის რომ არ ჭრის აქ. რატო? რატო და ეხლა აღარ ჭრის ამერიკული რაღაცები კეთება. Oh my god. შენ საწვავი ჩასხმა არ დაგვავიწყდეს. ისა მოიცოდე კეთება. ბაქოთი ხო არ წავიდეთ ჩვენ. რა ბაქოთი? აბა ამის საკმარისი საწვავი სად იქნება? მეცინება რა. კაი, წამო, დაჯექი. გამარჯობა, არა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ირაკლი. ეს სხვა გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო. გამარჯობა. რას აკეთებთ? ხომერიკი. რას და საბუთებზე სადაც მე უნდა მომეწერა ხელი, იქაც იჩხეიძე მოვაწერა და ეხლა ვასწორო. ესე იგი, ისე ხართ მიჩვეული რომ ჩემ მაგივრად აწერთ ხელს რომ უკვე გეშლებათ, ხო? გამარჯობა. მე როგორ ვერ დავამუღამე რა. ხალი ხარ ხალი ორა გიჟი, ტანი გაკტანი ორა გიჟი. თერაპევტის კაბინეტიდან რა გოგო გამოვიდა, იცით? რა გოგო? აუ რა ტანი ქონდა, იცით? რა ტანი? აუ რა ტანი ქონდა, იცით? აი გადავირე რა ირაკლიძე, ქალბატონო, აი ვერ გეტყვით რა როგორი გოგო იყო რა, აი სიტყვები არ მყოფს, აი უნდა ნახოთ თქვენ თვითონ რა, აი რო ამბობენ ხო, იცით? 100 ჯერ გაგონილს ერთხელ დანახი ჯობიაო. აი ზუსტად ეგრე რა, აი როგორც კი დავინახე ირაკლიძე, ეგრევე მივხვდი რა, რომ მე ვარ და ის კიდე ვინ არის იცით ირაკლიძე რა. მომეხმარეთ რა. საიდან გამოვიდაო რა მითხარი? თერაპევტის კაბინეტიდან. გამარჯობა. რა გამარჯობა? არაფერი არ ჩაჯდა. კარგი, მოკლედ, შეიძლება გჭირდება ადამიანი, ვინც ფლობს ინფორმაციას ამ კლინიკაში, იცის ყველაფერი, ვინცად შედის, ვინცად გამოდის, უნდა გაიგოს სახელი, გვარი და რა უნდა კლინიკაში, რა უნდა მაგას. მე და თქვენ ვინ ხართ ამ კლინიკაში, ბატონო? ვინ ვარ და მე ვარ ამ კლინიკის ფლობელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ინფორმაცია გაიგოს, ვიზეც გინდა. გამარჯობა. წავედი ახლა მე და თქვენი იმედი მაქვს, ირაკლიძე რა. ხალი ხარ ხალი ორა გიჟი. ირაკლი ჩხეიძის კლინიკა გისმენთ? ბატონი ირაკლი. ვინ არის? ვინ კითხულობს? თამარი ვარ. ვაიმე არა. ვაიმე არ ვარ, დამიწყებს ახლა ირაკლი შე რაღაცა იცი, საიდან იცი, არც ის ვიცი, რა ვიცი, არც ის ვიცი, იმ არა იცის, მე რო ვიცი, საიდან ვიცი, არაფერი არ ვიცი. უთხარი არ არის თქოს, არ მოსულა, ჯერ სახლშია თქო, გეხვეწები რა. იცით, სახლშია, ჯერ არ მოსულა. ვაიმე. რა? გადაირია. რა გითხრა? ვერ გეტყვით. ესე იგი მე უნდა გავთიშო ახლა მობილური, თუ რეგ დამირეკავს და აქ ატყდება ერთი ამბავი. რომ ცდაგირეკოს ვერ უპასუხებთ. რატო? კატალონა, პარტალია როგორ უპასუხებ? მობილურის ნაცვლად წამომიღია ტელევიზორის კუთხე. გამარჯობა. სანდრო, გეხვეწები რა უნდა მიშველო, სანდრო. მოიცადე ერთი წამით ოღონდ უნდა გადავამოწმო შენი ჩართულობა. ესპანეთის დედაქალაქი რომელია? ყოჩახ. ხო. რამდენი შტატი აქვს ამერიკას? ყოჩახ. 7 ჯერ 9. რა 49? ხო. სანდრო, გეხვეწები. მიდი რა ირაკლისთან, ჩაკეტილი ვარ და გამომიყვანე რა. ხო, კაი, მიდი სანდრო, მიდი შენი იმედი მაქვს, კოცნი. კაი, გაკოცე, კაი.
ნიკა ალბათ უკვე ბარშია და მელოდება. რა მოხდა მერე? მაშინაც რამდენი ვალოდინე? მე 10 კლასში რო ვიყავით. მუშტაიჩი შევხვდეთ თქო. რა ვთხარი და იმ დღეს მე და ქეთევანი იუზამ წაგვიყვანა სამტრედიაში. ღამემდე მელოდებოდა. გაყინულა ის საწყალი. მოვა მალე სანდრო და ჩავალ. ისე დიდ საქმეს შევეჭიდე. მაგრამ თამარ-ღლონტმა თუ რამეს მოკიდა ხელი? არა რა მარიკა. აქ უფრო ღია ფერის ფარდები მოუხდებოდა. ხო, რაზე ვფიქრობდი? სანდრო, ნიკა, კახეთი. ხო. თავარია დრო ზუსტად გადავთვალო. 1 წუთის დაკარგვის უფლებაც კი არ მაქვს. მაგრამ რა თქინდა ჩამკეტა ამ ხელა კლინიკის მფლობელმა. მზეღრუბლებში დაცურა ქრება ფიქრის ღადარი მე ზღადარი რაღა თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რადარი გულში ცეცხლი რადარი რა სიცივეა შენი ჭირიმე რა ბავშვები ამ სიცივეში ფეხბურთს როგორ თამაშობ. ბიჭი! შვილი! მეკარე! ხო, მაინც არაფერს აკეთებ და უფროს დაუძახე რა ვინმეს. მოიცადეთ, არ ჩაუთვალოთ ეგ გოლი. არისო, არა, მე დავუძახე და ზემოთ იყურებოდა. რა თქვი? არ დაუძახებ? ხო და გოლი იყო. აბანარი, აქედან დავიდა. არ დაუძახებს, ბიჭი. მე რა ვქნა? ეს რა მანქანა იყო? ირაკლის მანქანა. ირა გავიდა თამარმა გამომგზავნა. სანდრო! რა გინდა აქ? თამარ შენ ხარ? ხო, მე ვარ. თუ შენ მოდიოდი, მე ტყუილა რატო მომიყვანე? სანდრო, კლინიკაში უნდა წასულიყავი ირაკლისთან, მე აქ ვარ ჩაკეტილი. ვიცი, ეხლა მე ირაკლისთან არ ვარ? ვაიმე, სანდრო, კლინიკაში წადი რა ირაკლისთან. რა მინდა, კლინიკაში ავად კი არ ვარ. სახლში წადი. მოიცადე, ჩემთან არის ირაკლი? ვაიმე, შენი ჭირი. ხო გითხარი გაგვაჩერა პატრულმა. რა ვიცოდი კეთება, რა ვიცოდი მითხარი რა. ეხლა მართვის მოწმობა რო არ ამაქვს ხო? განმეორებით შემთხვევისთვის რაც არა, ეხლა 700 ლარიანი ჯარიმას გამომიწევს. რა, რამდენი 700 ლარი? აუ რა ამბავია? სასწრაფოდ გავცოლოთ ადგილები. მოვასწრებთ მე კეთება. როგორ ვერ მოვასწრებთ? იმ სიგზე მანქანაა, სანამ აქამდე მოვა. მოდი, ნელა, მოდი ჩქარა. ნელა მაშინ აბა როგორ ჩქარა, მაშინ ჩქარა. მოიცავ. ნელა, გადა. დამელოდეთ ერთი წუთი და არ წახვიდეთ დამელოდეთ. უფროსი ლეიტენანტი შალვა ყაველიძე. We are American tourists. We are going some tradia. We what tower we at? თქვენოდეთ, აქეთ საბავშვო ბაღია, იქით თეატრი, ხალხი დადის ქუჩაში, თქვენ კიდე რას კადრულობთ? მომეცით თქვენი პირადობები გაჯარიმებთ საჯარო ადგილებში უმსგავსო ქმედებისთვის. არა, თქვენ არასწორად იფიქრეთ ეხლა. მე კი არ ვიფიქრე, ჩემი თვალით ვნახე როგორ Oh my god. რა, რატო არა? მიდი. მომეცით თქვენი პირადობები თუ შეიძლება. გაჯარიმებთ 50 ლარით. რამდენი? 50 ლარი.
არა, პირადობების მოცემას რა უძასწრ. ახლავე აი, გამომაშ არ ვიცი როგორ გითხრათ, მაგრამ იცით რა, ვერ შევიკავეთ თავია ესე უცებ ესე გზად და არა უშავს ლაშიკო არ ინერვიულო. ჩვენ ახლა ისეთი ასაკი გვაქვს, რაღაცნაირი ბობოქარე. ქალი ხარ ქალი ორა გიჟი მანქანა ჩემი მოდის აი გოგი შენ რო გოგო მოგეწონა თერაპევტის კაბინეტიდან რო გამოვიდა აი მონაცემები სახელი გვარი პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი და დიაგნოზი გამარჯობა არა ხო აუ დიდი მადლობა რა ირაკლებიძია რა ეხა მთავარია პაიმანის დანიშნა დავუნიშნე უკვე თქვენ რა პაიმანია პაიმანი დავუნიშნე უკვე ველაპარაკე თერაპევტს ხო და ამოუშვებს აქ კაბინეტში იმ გოგოს და შენ შეხვდები ჩემ კაბინეტში აი შენ ირაკლებიძია რა რო ამოვა ეხა ვანახებ გამოტონო და ჩემი მანქანა როგორ მოდის მე რამეს ვუყიდი შავი შოკოლადი უყიდა გოგი უყვარს ვითომ უყვარს თუ არა არ ვიცი მაგრამ რომ ჭირდება ფაქტია გემოგლობინი აქვს დაბალი ალო ხო თამარ ხო რა გავაკეთე საჩაკეთე რა ვიცი რა ინფორმაცია ვაიმე თამარ არაფერი არ ვიცი რა ინფორმაციას ვთქვი საჩაკეთე მითხარი ჩემ არა თამარჩიკ არა რა სპეციალურად ჩაკეთე რა სისულელია ვაიმე არ ინერვიულო გამოვალ ეხლავე თამარ არაფერი არ ვიცი თამარ არ ვიცი რა იყო არაფერი არ იყო არ ინერვიულო გეხოცები გამოვალ სანამ მოვალ დამშვიდი კარადაში ხაჭაპურია და შეჭამე ლობიანი იყო კარგი თამარ კარგი არ ინერვიულო აუ ირაკლებიძია რა ვიფიქრე იცი რა აი რო ამოვა ეხა რო შემოვა ეს გოგო აი ესე დავდგები რა ზურგით და როგორც კი შემოვა აი ეგრევე ესი შემოვტრიალდები რა ხო მაგარი ეფექტი ექნება სასწაული მორდანი გენცოლე ირაკლი ექიმო დიახ თქვენთან რომ დამიბარეს ხო ნერვიულა გულის უმთლენას გებში გემეპარა არ ინერვიულო შვილო ჯამრთელი ხართ აი ეს გაიგონეთ მადლობა წადი გინაც წადი მიდი გინაც ბოდიში რა დავაგვიანე. აი არა 3 საათი არაფერი. იცი რა გამახსენდა ერთხელ მუშტაიტის პარკში რომ უნდა შევხვედროდით და რო ვერ მოხვედი და მე რო დამირეკე და რომ მითხარი რომ 3 საათი მქონდა და არ გამომიშვესო. გახსოვს? არა. რა იყო? გიჟდები მაგრამ რა იყო და აი ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი თუ რას რო აი ჩვენ ესე როგორ ნუ აი იმ განცდით ის რომელი აი მაშინ რო გამიჩნდა აუ როდის მეგონა ჯობია წავედით. ხო, ერთი წამით გავალ მოვწესრიგდები, ხო და მიდი. ხო გელა.
როგორ ახარ? რა ხდება საჯარიმოში არის დარღვევები? რა ნომერი? თაკო ხო მეავერე. არა ახლობლისთვის რა. რა არის რამე დავარღვიეთ? რაზეა დაჯერიმებული? რა? აზე ხარ? გამაგიჟებს ეს კაცი რა. აი, ხო შეიძლება მაშინ მაინც მიპასუხოს, როცა სასტრაფო საქმე მაქვს. არასდროს არ მპასუხობს. ნუ არა, აი როგორ მომივიდა რა, აი როგორ შევსდი რა. ესეთ რამე არასდროს არ მომსვლია რა. აი გოგი, ეს უკვე ის შემთხვევა, როცა 100 ჯერ ნანახს ერთხელ გაგონილი ჯობია. გამარჯობა. ჩავსვი ხო? კი. გამარჯობა. მერე დაგირეკავ.